ავტომანქანა არის დაკავებაზე. გადმოცემული. მინდა გავალეთ. დავალება არავისი არ არის, არის კომპიუტერული სისტემაში. აზიის მანქანის მონაცემთა ბაზაში ავტომანქანა არის დაკავებაზე განმოცემული. რაზე დაუმორჩილებელი. ვის არ დაემორჩილა? როდის არ დაემორჩილა? პოლიცია. როდის არ დაემორჩილა? როდის და დილას. არის მაგის ფაქტი, რომ არ დაემორჩილა? ალბათ არის, რას ქვია ალბათ არის? არის ალბათ, რომ მონაცემთა ბაზაში მინდა სულ. ალბათობა. ალბათობაზე? ალბათობა არ არის. აბა, ფაქტია. სად არის ფაქტი? ფაქტი დეა, სადმე? თუ სადმე არ დაემორჩილა მანქანა? ეს ანუ ვინა, თანამშრომელი. სად არის? ფაქტია. ეკითხები აი რასაბუძველი პრესამსახური გაგცემთ? შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესამსახური გაგცემთ. მანქანა იდგა 2 საათი. მანქანა ეხლა რატო იქ არ მოვიდნენ? რატო ავტოსადგომზე გადავიტანს? არა, მანქანა იდგა 2 საათი ოფისთან. რატო იქ არ მოვიდნენ? არ ახსოვს მანქანა გადაცემულიაო. სადმე მიმალული იყო, გარაჟში იდგა თუ რა იყო? იქ რატო არ მოვიდნენ? 5-10 გაიარეს გა. რო არის კითხვაზე პასუხი რატო არ აქვს? ყველა შეკითხვაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესამსახური გაგცემთ. იგი მაგრათა ჩახშეული ეგრე არ არის გასწორებული. ერთმანეთთან მეგობრობდით, ზმაკაცობდით და იქნა გამომდინარე კიდე ესეთ რაღაცებს აკეთებთ, ბიჭო. უნდა გწქენოდეთ მეთქი გეუნებით რა, პროცესა შენს და რა, სამივეს გეუნებით და ეს კაცი კიდე შენს. გწქენოდეთ თქვენი საქციელის ამის. მე რა რო ფორმა გაწვიათ, რო გაწვიათ, სიმართლისთვის უნდა გესვათ და სიმართლეს უნდა ატარებდეთ ამ ფორმით. ის კი არა რომ რასაც დაგავალებენ, ის დაგეთკაცუნებენ ის აკეთოთ. ეგრე ხო არ შეიძლება რა კაც. ზურა რა მოხდა შეგიძლია გითხრა? რავი როგორც გავიგე მოვედი აგერ საზას ჩამოვართვეს მანქანა ვითომ დილას არ დაემორჩილა წესრიგს სამართალ დამცავებს. რა ვიცი. მე ვფიქრობ რომ არანაირი არ ყოფილა არანაირი ფაქტი არ აქვს იმის უბრალოდ არის ქართული ოცნების აქტიური წევრი მოძრაობთ მაგ მანქანით და აქედან გამომდინარე რა თქმა უნდა აგრესია გამოიხატება პოლიციის მხრიდან არა სამართლიანად. მოვიდნენ და მიყავთ მანქანა. ისთვის თვითონაც არიციან გაგცემენ პასუხს იქ. რას ქვია პასუხის გამცემენ. თქვენ დაემორჩილებით სამართალდამცავების მოთხოვნას? როგორ გითხრათ სხვა გზა არ აქვს, სხვა უფლება არ აქვს, რომ არ დავემორჩილოთ. კანონი ამათ ხელშია, როგორც უნდათ ისე თვითონ წერენ და თვითონ ქმნიან კანონებს და ჩვენ სხვა გზა არ აქვს, სხვა უფლება არ აქვს. ჩვენ იმას ვიბძვით და იმიტომ ვიბძვით, რომ ეს ყველაფერი აღვადგინოთ და იყოს სამართლიანი. ეს არ ხდებოდეს, ესეთი რაღაცები არ ხდებოდეს არსად. როგორც აგეთ თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ იყო გორშიც მოხდა იგივე ფაქტი, გადაკეთე ხაზიო მითხრეს, წაიყვანეს მანქანა საჯარიმოზე და ჩააყარეს სილა. როგორც იქ ხდება, ყველგან ხდება ესეთი რაღაც. ყველგან, აბსოლუტურად ყველგან. არის ვითომ იძახიან დემოკრატიას აქ მე ვერ ხედავ. არის აგე მივედით, ოფისი უნდა გაგუხსნა და დაადგნენ ოფისის ქალბატონს, ვისიც არის ის ოფისი თუ ანუ შენობა დაადგნენ რომ არ გადაედგა ეს ნაბიჯი, მოკიდეს ბავშველი და წაიყვანესო პოლიციაში უნდა გააწევრიანონ და ანალოგიურად არიან ესენი, ვინაც ასრულებენ ამ შავ სამუშაოს, სხვა არაფერი. კომენტარი შეგიძლია გავკეთოთ რა ხდება? შეგიძლიათ გითხრათ რა ხდება? Mitsubishi-ის ჯიპის არკის ავტომობილით მოძრაობდი. რა დროსაც დავინახე უკანა სარკეში, უკანა ხედვის სარკეში გახედვის დროს დავინახე, რომ ეგრეთ წოდებული პოლიციის მანქანა წარწერით, პიკაპის მანქანა წარწერით მომყვებოდა უკან. ხიზელ მდგომარეობაში ვიყავი, ღვედი შეკრული მქონდა, მართვის მოწმობა იცოდნენ, რომ მქონდა და არანაირი დარღვევა არ ყოფილა. მოთხოვნა იმის შესახებ, რომ გამეჩერებინა ავტომანქანა არ ყოფილა. მე გავაგრძელე გზა, მივედი დანიშნულების ადგილზე, ზურა ზვიადაურის სახლში.
იქ მისვლის და მანქანის გაჩერების შემდეგ ჩვენ ჩავსხედით მანქანაში, სხვა მანქანაში, ტაქსში და წავედით თბილისში და თბილისში რო ჩავედით უკვე დამირეკეს აქედა რომ ეს მანქანა დაკავებული იყო რა. საფუძველი ამ მანქანის დაკავების განუმარტეს რომ ვითომ მე რომ მოძრაობდი ამ მანქანით, რამოდენიმეჯერ მანიშნეს, დამიძახეს და მე არ დავემორჩილე პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას და ეს იყო იმ გაჩერების საფუძველი რა. ეს იყო უბრალოდ როგორც მე განმემართეს და აგერ ეხლა თბილისიდან სასტრაფოდ წამოვედი ისე უკან, ჩამოვედი, გამომიწერეს საჯარი მოქვითარი 300 ლარის ოდენობით, კერძოდ პოლიციელის ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის დროს პოლიციელების კანონიერი მოთხოვნების დაუმორჩილებულობისათვის და გამოვედი ამ წუთში.